სალამი ძმებო, როგორ ხართ აბარაშებით? ძალიან დიდი ხანია რაც ვლოგი არ გადამეღია და რავი ესე პროსტა რანდომზე მომინდა რომ ჩამეწერა რა. იდეები საერთოდ არ მქონდა და რა ვიცი რა. ეს ვლოგი საერთოდ არ არის დაგეგმილი, უბრალოდ ვისაუბროთ რა. ეხლა არის ეკო 6 საათი არის დამოგხსენება ზამთარში ვიღამდება. ხო, ამიტომაც ვერ ვიტან ზამთარს იმინა რა. საფხული ასწორებს. მართალია ცხელა, მაგრამ უფრო გვიან ღამდება რა. სხვათა შორის რაღაც სიახლეებით ამიგროვდა მეგობრებო და მინდოდა რომ გაგიზიაროთ რა. ჩამოვჭდეთ? შეგვიძლია ჩამოვჭდეთ. მეგობრებო, ცოტა არეულობა, მაგრამ დაიკიდეთ რა. ამას მივხედავ მე. მოკლედ, რა შეიძლება რა ვიცი. ჯასას აკეთებდნენ მათ მეგობრებო. ჩვენ გადავიღეთ რაღაც საოცარი ვიდეო რა. როგორც პერმაიცით, ან თუ არც ეხლა ვეგეთქვით. უკვე დიდი ხნის დადებულია ეგ ვიდეო, მაგრამ მაინც უნდა იცოდეთ რა. მოკლედ 1000 ადამიანს თხოვეთ რომ გამეწეროთ ნიკათიემის არხი რა. და რა ვიცი. საკმაოდ გავარდა სხვათა შორის და დაფასდა. მიუხედავად რავი, ანუ მხოლოდ 2000 გამომწერი ყავს, მაგრამ მაინც დაფასდა არის ჯოს რავი, ძალიან დიდი მადლობა რომ მოგიხადოთ, იმიტომ რომ მართლა ბევრი ვიწვალეთ რა. ხო და კიდე რა ვიცი, ზაზა კიდე აპირებს რაღაც ახალი ვიდეოს დადებას რეაქციას ჩემთან ერთად და იმედია მალე დადებს. არა და რა უნდა მაგ ვიდეოს ედიც ხო, მაგრამ ძალიან ფანცი კომპიუტერი აქვს და ცოტა აგვიანდება. როგორც ჩამოვედით ეზოში. რაც შეეხება მეგობრებო მეორე სიახლეს, ეს არის ახალი ტელეფონი. დიახ. როგორც იქნა მეგირსება ძალიან მალე. სულ რაღაც 200 ლარი გამაკრდება და ჩემს საკუთარ სასტუმროს ვხსნი. ვიყიდი. აი, ავასანამ ვიტყვი, მეგობრებო, თქვენ გამოიცანით რომელ ტელეფონს ვიყიდი რა. გაძლევთ სულ რაღაც 5 წამს. ხო, თუ ვერ გამოიცანით, არა უშავს, ეს არის Samsung Galaxy S24. დიახ. საკმაოდ ის არის რა, კაი ფლაგმანი არის, რომელიც დამიხმარება ასე ვლოგების გადაღებაში რა. ანუ ეს ტელეფონიც თითქოს სუდი არ არის, მაგრამ უკვე მომბეზდა რა. რაღაც პრობლემები დაიწყო, განახლებები აღარ მოდის, აქედან გამომდინარე ბაგები აქვს, ლაგები აქვს, FPS დროფები აქვს თამაშებში და მაინც ახლა ეს კამერა ხო ეს Sony-ს სენსორი მაინც არ არის რა ვლოგებისთვის. მით უმეტეს ახლა მე რომელი ის არ მაქვს კაცო გიმბალიც მაქვს ხო? ის არასაპორტებს რა, მოკლედ ანუ იმიტომ რომ პირველ რიგში საკმაოდ სწრაფი არის მით უმეტეს Snapdragon-ის ვერსია რა, Snapdragon-ის ჩიპსეტის. მე მეორე ვლოგებისთვის გამომადგება, იმიტომ რომ მართლა ანუ ცუდი კამერა არ აქვს რა. შეიძლება ეხა iPhone-ს და უფრო სტაბილური კამერა ქონდეს, მზი იყოს, მაგალითად iPhone 15 ან iPhone 16-ის. მაგრამ ფასთან მიმართებაში Samsung-ი უფრო ბევრად იაფიმიჯდება რა. და რავი, რა მართლა ძალიან მახარებს ეს ამბავი რა. ეხა მაქვს 1200 ლარი და ამასთან დაკავშირებით ძალიან მაგარი ისტორია უნდა მოგიყვეთ ამბავი რა, მოკლედ. ქეშად ქონდა ეგ თანხა რა, მოკლედ 1200 ლარი. ხო და ჩარისხოს ვაპირებდი ტერმინალიდან რა, ტერმინალზე ვაპირებდი ჩარისხოს ხვაზე რა. თუმცა რატომღაც მეშიჯი არ მომდიოდა რა და მეთქი ოპა დამერხა, მეთქი რა ვქნა. ამის გამო მომიწია ცხელხაზე გადარეკვა რა. იმიტომ რომ 10 წუთი იყო უკვე გასული რა, რაც არ ჩამრიცხვია ასე ვთქვა და აი ამ დარეკვის პროცესში მოდის მესიჯი. თქვენ დაგერიცხათ 1200 ლარი და გულზე მომეშვა. იმენა. თქვენ არიცით მეგობრებო, აი რა შარში გავეხვლოდი, ეხლა ეს თანხა წარმოვიდგინე რომ არ აღრიცხულიყო რა. გავგიჟდებოდი, ხო? მით უმეტეს ჩემი მშობლები ვაფშე მომკლავდნენ. იმიტომ რომ მხოლოდ ჩემი ხარჯებით ხოლო ჩემი მონდომებით ვერ ავაგროვე რა ეგ თანხა. მშობლებმაც დამეხმარეს და აქედან გამომდინარე არ ვიცი ანუ რა. სახში როგორ უნდა მივსულიყავი საერთოდ, ხო? მეგობრებო რა. იმის თქმა მინდა ასევე რომ ვლოგის გადაღება არც ისე მარტივია რა. ალბათ დამეთანხმებით, იმიტომ რომ პირველ რიგში იდეის მოფიქრება სჭირდება ძალიან დიდი ხანი. მერე ამ იდეის განხორციელება, დაგეგმა. მერე
editing-ი და მოკლედ რა. აქედან გამომდინარე, მეგობრებო, ძალიან დიდი თხოვნა იქნება, რომ კომენტარებში დამიწეროთ, აი, რა სიხილავდით vlog-ში რა. რა სიხილავდით, სად წავიდე, რა გავაკეთო. ანუ, vlog-ი ერთ კონკრეტულ თემატიკას არ ეხება რა. vlog-ი ძალიან ფართო ცნება არის და ანუ ძალიან ბევრ რაღაცას მოიცავს. მაგალითად, მუკბანგიც არის vlog-ი, მოგზაურობას vlog-ი არის. თვითონ გაჯეტების განხილვაც vlog-ი არის და ასე შემდეგ. აქედან გამომდინარე, ძალიან დიდი თხოვნა იქნება, რომ შემომთავაზოთ თქვენი იდეები რა. You see the drippy, I'm fitted up. Hop in my car and the giddy up. Secure the bag, yeah, I get the bus. Pick it up. You see the drip. ხედავ რა ვისწავლე? შეძმებო. აი, ეხა იმას ხედა დავხიარო. თუ რაღაცას მოინდომებ, არ შეჩერდები და Короче, თუ მოინდომებ და მუდმივად და Короче, თუ რაღაცას მოინდომებ და ჩამოიყალიბებ დისციპლინას, აუცილებლად მიაღწევ რა. წარმოიდგინე მეგობრებო, ეს ახლა თითქოს მარტივად ჟღერს, ან ვინც ახლა გათვითცნობიერებულები ხართ კალითენინგში და მაგრები ხართ, რა მოკლედ. იმათთვის ძალიან მარტივი იქნება ახლა ეს მოძრაობა რა. მაგრამ ჩემთვის მიმენა მიღწევა, რადგან იმიტომ რომ საერთოდ ვერ გამომდიოდა იქ რა. ძალიან სუსტი მაჯები მქონდა, მხრები, მაგრამ მონდომებით ეს ყველაფერი შევწელი. ისე მეგობრებო, არ დაფიქრებულ ხართ ხშირად ჩემლოგებში რატო ვარჯიშობ. რატო ჩანს ეს ტრენაჟორები და ასე შემდეგ რა. ალბათ იმიტომ რომ vlog-ში კარგი იქნება თუ აჩვენებ შენს ხობებს რა. და ზუსტად ვარჯიშია ჩემი ხობი მეგობრებო. და რა ვიცი. და ალბათ იმიტომ რომ სხვა ვერაფერი ვერ მოვიფიქრებ. ადამიანი თუ არ ვარჯიშობს, თუ მუდმივად გამოკეტილია სახლში, ანუ რა ვიცი, შენ რანაირად იქნება, ხო, ჯანმრთელი. დაიწყება სიმსუქნის პრობლემები და მოკლედ რაღაც ჩავალეხა რა. vlog-ი ასევე მეხმარება რომ დავინახოთ ჩემი პროგრესი რა. თუ რა ვიყავი და რა ვარეხ. ასოაფიანება რა. აუ, მეგობრებო. ეხლა რო ვიცოდეთ, მაგნიტი მაქვს მიმაგრებული ბოძზე. წარმოიდგინე, ეხლა რომ ჩამოვარდეს. Fuck. აჯიკა. უნივერსიტეტზე მეგობრებო, სხვათა შორის მაქვს კარგი და ცუდი ამბავი რა. მოდი დავიწყოთ ცუდით. მოგესალმებით მეგობრებო, უკვე 1 წელიწადია ვმუშაობ. რამაც მაინც მოახდინა ზეგავლენა ჩემზე რა. მიჭის ყველა საგნებზე დასწრება, სემინარებზე, ლექციებზე და ასე შემდეგ. აქედან გამომდინარე, ჩემ GPA დაიკლო რა. ადრე რომ მყავდა 3.5, ეხლა მყავს 2.9. ნუ არ არის ახლა კატასტროფა, მაგრამ ხო ხდებით რა, მაინც ასე თუ ისე ნერვებს მიშლის. რავი რა, ანუ არ მეკუთვნის, იმიტომ რომ არა ვარ ცუდი მოსწავლე, არა ვარ ცუდი სტუდენტი. ეხაც მაგალითად სახში ვსწავლდი ისა პათოლოგიას ვსწავლდი იმენა ყინაღმტვინი იმენა რა, ისე დამყარა და პრობლემა არის სამსახურში. ხდებით? რთულია რომ შევთავსო რა სამსახური უნივერსიტეტს. რაც შეეხება ახლა კარგს. პირველ რიგში საგანთა რაოდენობა მიკლო, რაც ძალიან მახარებს, იმიტომ რომ უფრო მეტი დრო მრჩება ახლა. შესაბამისად, შემიძლია რომ ეს ქულები ცოტა ავინაზღაუდო რა. უფრო კარგად ვისწავლო გამოცდილებიდან გამომდინარე. რადგან უკვე მესამე კურსზე ვარ და ამ კურსების განმავლობაში ბევრი შეცდომა დაუშვი რა. ამიტომაც ეს გამოცდილება დამეხმარება რომ უფრო უკეთესი სტუდენტი გავხდე. ხარ მეგობრებო, ისევ ტელეფონზე მიუბრუნდეთ. ვაპირებ რომ ჩავწერო განხილვა და რავი რა, მე მგონი ცუდი არ უნდა იყოს რა. არ იქნება რა თქმა უნდა პროფესიონალური განხილვა, მაგრამ ალბათ უფრო პირველი შთაბეჭდილება იქნება რა. როგორ ხსნი ყუთს
რა ემოციები მექნება. მე კამერას დავტესტავთ, გეიმინგს დავტესტავთ და ასე შემდეგ რა. მეგონი ცუდი არ უნდა იყოს, იმიტომ რომ ამ წელს რავი, ძალიან ბევრი მეყიდა ახალი გაჯეტი და მეც მომიდა რა. ვლოგში მეგობრებო, კიდე ერთ-ერთი სირთულე იცი რა არის. აი, როდესაც არ იცი რაზე ილაპარაკო რა. და ეხლა ვარ ეგრე. ანუ არ ვიცი. ეხლა უბრალოდ იდეა არ მაქვს რა, რაზე უნდა ვილაპარაკო, რაზე უნდა გილაპარაკოც. და ამისათვის მეგობრებო, ჩვენ რო შედგეს კომუნიკაცია ჩვენთან, ალბათ კარგი იქნება თუ კომენტარებში აქტიურობთ რა. და ასევე რავი, რა მეც ვეცდები რომ Q&A-ით ცოტა ვიაქტიურო, მაგრამ ცოტა რთული იქნება Q&A, რადგან მხოლოდ 100 რაღაც გავამწერი მაქვს. ამიტომაც მეგობრებო, მოგიწოდეთ რომ კომენტარებში აქტიუროთ. ყოველთვის არ გექნება იდეა. ყოველთვის არ გეცოდება თუ რაზე უნდა ილაპარაკო რა. და მიუახლოვდით მეგობრებო დასასრულს, უკვე 7 ხდება, შემცივდა. მოკლე მკლავიანით რატო გამოვიდი არ ვიცი, იჟი ვარ მეგობრებო რა. და რა ვიცი, ანუ იმედია მოგეწონათ ლოგი რა. ვიცი, მოკლე გამოვიდა, მაგრამ რა ვქნა. ლოგის გადაღება არ არის მარტივი რა. და უკვე გამოვიყო და იდეა არ მქონდა რა. იმედია დალაიქებთ, გამოიწერთ არხს და ზუსტად რავი, აი ესე მომწე мотиваცია რომ გავაგრძელო ვლოგები და კომენტარებში აქტიურე შენ პირადად. მოკლედ, მაგრად